ჯორჯიის შტატში Hyundai-მ ახალი თანამშრომელი გამოაჩინა. ის არ ითხოვს შესვენებას და უფასოდ მუშაობს. მისი სახელია Atlas-ი. განსხვავებით ლაბორატორიული ექსპერიმენტისგან, ეს ხდება რეალურ ქარხანაში, რეალურ კონვეიერზე. Atlas-ი სწავლობს სახურავების დახარისხებას, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ადრე მას კოდი მართავდა, ხოლო დღეს Atlas Google DeepMind-ის ტვინი აქვს. ის სწავლობს როგორც ბავშვი, უყურებს, იმეორებს და ამ ყველაფერს მაქსიმალური სიზუსტით იმახსოვრებს. ოღონდ ბავშვისგან განსხვავებით მას არასოდეს ავიწყდება. Hyundai-ის დირექტორმა Caroline Paradam თქვა, რობოტებმა უნდა გაიგონ სამყარო ისე, როგორც ჩვენი. საქმე იმაშია, რომ მათ აღარ სჭირდებათ ოპერატორი. ერთადერთი რამ, რაც მათ სჭირდებათ, არის შენი სამუშაო ადგილი. შენ გონია, რომ ეს შორსაა? Atlas-ი უკვე აკეთებს იმას, რაშიც შენ ფულს გიხდია. უბრალოდ ის ამას აკეთებს უფრო სწრაფად, იაფად და თან უხმოდ. შენი კარიერა უკვე წარსულშია. უბრალოდ ოფიციალურად ჯერ არავის უთქვამს ეს. როცა Atlas-ი შენს ადგილს დაიკავებს საწახო, ერთადერთი გზაა აკეთო ის, რაც ამ რკინას არ შეუძლია. დეტალური ინსტრუქცია და სტრატეგია ჩემს საიძეა. ეს უკვე ფანტასტიკას გაცდა. ეს ეკონომიკური რეალობაა. ხვალიდან შენ კონკურენტი ყავს, რომელსაც ვერ მოუგე. გამოიწერე არხი და მითხარი, მზად ხარ?